თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. მან ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის მისიაზე. არსენ იყალთოელის მიერ კირიონ ქართლის კათალიკოსის სახელის მიზანმიმართულად დაფარვის შესახებ. სწავლება ადამიანის შექმნისა და კაცთა გამოხსნის საღმრთო განგებულების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით. პირველ მშობელთა ცოდვა და პირადი პასუხისმგებლობა ბიბლიური კონტექსტის მიხედვით. სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით. კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია და ბოლშევიკური ხელისუფლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ წლებში. ასურელ მამათა ღვაწლი. წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელთან დაკავშირებული ხატები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება 7 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველწლიურად იმართება. ამ სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენი სასწავლებლის გამორჩეული სტუდენტები ძალიან ღირსეულად წარდგნენ ისინი აუდიტორიის წინაშე, შესანიშნავად მომზადებული მაღალაკადემიური მოხსენებები ჰქონდათ. სხვადასხვა მიმართულებას ეხებოდა სამივე მოხსენება, ერთი თეოლოგიის კუთხით იყო, მეორე ლიტურგიკის, მესამე ისტორიის კუთხით იყო განხილული მნიშვნელოვანი საკითხები. გაიმართა დისკუსიაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთი სამეცნიერო ღონისძიებების გამართვა არის მნიშვნელოვანი სტუდენტების განვითარებისათვის და სტუდენტების მხრიდან ინტერესი არის ძალიან დიდი. სტუდენტური კონფერენცია ჩვენთან უკვე ტრადიციად გადაიქცა და მიგვაჩნია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტების სამომავლო განვითარებისათვის, მათი განათლების დონის ამაღლებისათვის. ეს სტუდენტური კონფერენცია, რომელიც დღეს ჩატარდა, ის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტისთვის, რადგან ეს არის ერთგვარი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ ის ყოველდღიურად ნაშრომი და მიღებული ცოდნა წინ წარმოაჩინოს ადამიანმა და სხვებისთვისაც საცნაური გახადოს. რაც შეეხება ჩემს თემას, ეს გახდათ ადამიანის დაცემასა და კაცობრიობის საღვთო გამოხსნის განგებულების შესახებ. შრომის პროცესი საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლები ყავს, რომლებიც გამუდმებით გვიკვალავენ გზას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და თავისთავად ეს აადვილებს ჩვენს პროცესს სწავლისა და მიღებული ცოდნის საჯარო სივრცეებში გამოსატანად. ჩვენი საკონფერენციო მოხსენება შეეხებოდა წმინდა არსენ იყალთოელის მიერ კიროს ფაზისელის სახელის მიზანმიმართულ დაფარვას. მოგეხსენებათ, ისტორიოგრაფიაში გავრცელებული არის მოსაზრება, რომ კიროს ფაზისელი, რომელიც დაგმო მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებამ მონოთელიტური აღსარებლობის გამო გაიგივებული არის ქართლის პირველ კათალიკოს კირიონთან და ჩვენი მოხსენების შეეხებოდა ერთ-ერთ კონტრარგუმენტს, რომელიც აკარწყლებს აღნიშნულ მოსაზრებას. ქართული ხელნაწერი ამ სახელწოდების კონკურსი გამოცხადდა. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. კონკურსი ქართველოლოგიის მერვე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. პროექტს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით პროგრამა მიზნად ისახავს ქართული ხელნაწერების, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. პროექტის ფარგლებში ლექციები, სემინარები და სხვა თემატური აქტივობები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდება. კონკურსი 5-დან 12 ივნისის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ტრადიცია. წელს მერვედ ვატარებთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ქართული ხელნაწერი, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიის მეცნიერებების პოპულარიზება, ქართულ ხელნაწერზე აქცენტის გაკეთება, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის
ტრადიციების გაგრძელება. ჩვენი სკოლის პროგრამა ტრადიციულად ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანია, მოიცავს ხელნაწერმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს და ასახავს ხელნაწერთერმული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენ ვიწვევთ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მსვენელებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, დოქტორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთერმული ცენტრის ძირითად სამეცნიერო კვლევით მიმართულებებს. ეს არის ძველი ქართული ფილოლოგია, ისტორია, დიპლომატიკა, წყარომცოდნეობა, წიგნის ხელოვნება, რესტავრაცია, დიგიტალური ბაზები და ასე შემდეგ. წელს 8 დღიან პროგრამას ვთავაზობთ, საკმაოდ დატვირთულს, რომელიც დაჯგუფებულია 6 მოდულის მიხედვით. თვითონ აი მოდულების ჩამონათვალიც გასაგებს გახდის რამდენად მრავალფეროვანია და ამავე დროს თემატურად ორიენტირებულია სკოლის პროგრამა. პირველი მოდული ეს არის ისტორია, ენა, დამწერლობა. მეორე ქართული ხელნაწერი, ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება. შემდეგ მოდის ქართული ისტორიული დოკუმენტი, ძველნაბეჭდი წიგნი და რასაკვირველია ჩვენ გვაქვს მოდული, რომელიც ეხება ორგანიზატორ დაწესებულებას, ანუ ჩვენ ხელნაწერთერმულ ცენტრს, როგორც უნიკალურ ინსტიტუციას, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, მუზეუმს, ბიბლიოთეკას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ ამ მოდულის ფარგლებში ჩვენი კოლექციები, ანუ საგანგებო ლექცია მიეძღვნება ხელნაწერთერმული ცენტრის კოლექციებს, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გვინდა მოვიცვათ, როგორიც არის რესტავრაცია, კონსერვაცია და დიგიტალიზაცია. სპეციალისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ სმარტფონების სასადილო მაგიდასთან არ გამოიყენონ. მათი განმარტებით ტელეფონების საშიში ბაქტერიების ბუდეა, რომლებმაც შეიძლება საკვებით მოწამვლა და სხვა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამ საკითხზე კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. სპეციალისტების განცხადებით, აქ საუბარია იმ ბაქტერიების ფართო ჯგუფზე, რომელთა მოხვედრა ორგანიზმში იწვევს დიარეას, ღებინებას და კუჭის სხვა პრობლემებს. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი და პნევმონია. ბაქტერიები ტელეფონზე ხელიდან ხვდება. სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ რეგულარულად გაწმინდონ ტელეფონის 70%-იანი სპირტით. მათი თქმით, ასევე უნდა გაირეცხოს ტელეფონის დამცავი. გარდა ამისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. სასურველია კვების დროს საერთოდ არ მოხდეს ტელეფონის გამოყენება.